თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით აღადგინა რეისები შესრულდა ტრაბზონიდან და თვითმფრინავი გაფრინდა მინსკშიც. თურქეთიდან ჩამოსული მგზავრები ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზებს უპირისპირდებიან. ასა იძულებდნენ მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები და რა მიზეზით მოგვარდა პრობლემა, ნახეთ ქეთიკა შეკაშვილის სიუჟეტში. თვითმფრინავი, რომელიც თბილისში უნდა დამჯდარიყო, უამინდობის გამო ტრაბზონის აეროპორტში დაფრინდა. თითქმის 10 საათის განმავლობაში თვითმფრინავის მგზავრებმა ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. რამდენიმე საათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ კი მათ ტრაბზონიდან ბათუმში ავტობუსით გამგზავრება შესთავაზეს, თუმცა მხოლოდ საკუთარი ხარჯებით. რანაირი პასუხი როდის რანაირად გავფრინდებოდით თუ არა, შემდგომ დაიწყეს ჩვენი ბარგის ჩამოსვლა და ბოლოს გაგვიცხადეს, რომ თქვენ ახლა ალბათ სახვალ სტამბოლში და მე იქიდან რაღაცნაირად მოხვდებით საქართველოში. ან მეორე ვარიანტია, შეგვიძლია ავტობუსებით წავიდეთ და როცა გამოვთქვით რომ შესაძლებელი იყო ეს გაირკვა, რომ თურმე ავტობუსები ჩვენით უნდა წამოსულიყავით და მოითხოვდით რაღაცებს, როგორც ყველა ცივილიზირებული ერის წარმომადგენელი. თავაზობდნენ სხვა გზას, მაგრამ არ წავედით სტამბოლის, შერესტამბული და მე წამოსვლა, მაგრამ არ წავედით. ამერიკიდან მოვდივარ ორ პატარა ბავშვთან ერთად და ძალიან გავწამდით. და არ ვიცი რაღაც თურქიშს ჰქონდა პრობლემა და ზუსტად ვერ გეტყვით რატო მოხდა ეს, იმიტომ რომ ორი თვითმფრინავი ჩეხეთის ავიახაზების და კიდე რომელიღაცა მოვიდა და დაჯდა და ჩვენ მაინც უნდა წავიყვანეთ სტამბოლში უკან. ავიარეის თურქული ავიახაზები ასრულებდა. მგზავრებს პრეტენზიები სწორედ ამ კომპანიასთან აქვთ. ისინი ყვებიან, რომ თურქულმა ავიახაზებმა თბილისის მიმართულებით რეისის შესრულებაზე უარი განაცხადა და 10 საათის განმავლობაში მგზავრებს მხოლოდ წყალი შესთავაზა. პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც საქმეში საქართველოს საკონსულო ჩაერია. შევეცადეთ, რომ მიგვიღო პასუხი, მე ჩვენი საკონსულოს ძალიან დაგვეხმარა და ბოლო-ბოლო მოგვარდა ყველაფერი. რაღაც ხანი ვიცადეთ, უნდათ რომ ისევ სტამბოლში დავებრუნებინეთ, მაგრამ ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხვა თვითმფრინავით თბილისში გამოგვიშვეს და იყო ეს ვარიანტიც, მაგრამ ბუნებრივია, ახლა ჩვენ მოვითხოვეთ ჩვეულებრივ თბილისამდე ჩამოსვლა. თურქულ ავიახაზებში მომხდარზე კომენტარი არ გააკეთეს. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობისა და ძლიერი ნისლის გამო გადაიდო. აეროპორტი თითქმის 12 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მგზავრები აეროპორტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანების შემდეგ ყველა დანიშნული რეისი შესრულდა. მიფრინავდი მინსკში, 5 საათია უკვე აეროპორტში ვზივარ და აქამდე საერთოდ ცნობილი არაფერი არ იყო, მაგრამ ახლა გითხრას, რომ ცოტა ხანში გაფრინდებითო. მიზეზად ასახელებენ უამინდობას, ნისლია და ვერ დაჯდნენ თვითმფრინავები. დაახლოებით 2 საათი ერევნის აეროპორტში დაგვაბუნეს უკან. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების მიღება სრულად არის განახლებული. რეისები დაგვიანებით, თუმცა ყველა მიმართულებით სრულდება.